ბატონო კახმა ახსენა ასეთი რამ რომ რისი იმედი აქვს და რაზედებს ფსონს ივანიშვილის სისტემა და ივანიშვილის რეჟიმი. აქ მაქვს კითხვა, რა რჩება საქართველოს მოქალაქეების იმედად, პრინციპში ევროპელები, რომლებიც აი ამ დიდი მოლაპარაკებების პროცესში წარმოადგენენ ფაქტობრივად ქართველი ხალხის ინტერესს და ამას არაკეთებს დღეს საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ ევროპელებს შავ ზღვაზე ქართველები, საქართველოს მოქალაქეები ეიმედებიან პროდასავლურ ნაწილად. მიგაჩნიათ თუ არა რომ ეს ასეა, განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელმაც ბიზნა ივანიშვილსაც დაურეგა, სწორად გვახსოვს ეს. ხო, იყო ეს რამოდენიმე თვის წინ რაღაცა მეტი იმედები იყო მაშინ მაგრამ ეს იყო რაღაცა განაცხადი რომ ევროპას აინტერესებს რა ხდება საქართველოში. იცით რა არის, ნუ გასაგებია რომ საზოგადოება არც ადარბედის, საზოგადოება რა თქმა უნდა ჩვენთან არის ახლა ცალ-ცალხად ახლა პროდასავლური, პროევროპული. ნუ უბრალოდ ახლა ესეთი სიტუაცია რომ ბევრი რაღაც არის დამოკიდებული, აი ყოველდღიურ მოვლენებზე, დღეს პრინციპში ახლა ნაწილობრივ უკრაინაში წყვეტა, ნაწილობრივ დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან მნიშვნელოვანია აი რაღაც შეჩერდება თუ არა ომი, გვექნება თუ არა ჩვენს და ზოგადად ესე იგი რაღაც სამყაროს, ესე იგი საშუალება, ესე ვთქვათ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს რა ხდება და შეეცადოს, ესე ვთქვათ, მიაღწიოს სამართლებრივ შვიდობას, იმიტომ რომ იცით რა არის, მაშინ ეს იქნება ძალიან ცუდი გზავნილი, არა მხოლოდ ჩვენთვის, ახლა ქართველები, ზოგადად ცივილიზებული სამყაროსთვის, ანუ გამოდის რომ შეიძლება საზღვრების შეცვალა. ესე იგი თუ ძალიან შეიძლება საზღვარი შეცვალა, მაშინ გამოდის რომ ვინც არის ჩუმად, ვინც არის ხნარო, როგორც მაგალითად საქართველოს, ესე იგი გამოდის რომ სწორ პოზიციას იკავებს, ხო, გამოდის რომ ჯობი ამ შემთხვევაში, აი ნაკლებად ესე იგი დროშის ფრიალის გარეშე, ესე იგი საზოგადოებრივი მხარდაჭერით მხოლოდ ფონდს გასვლა და პრინციპში არავითარი ნაბიჯების ესე იგი არ გადაგმა. როგორც იყო რა თქმა უნდა ძალიან მიზანი დამოცანა აქვს ქვეყანას რომ დარჩეს რუსეთის გავლენის ქვეშ თუ გააღწიოს რამენაირად დასავლეთში. იცით რა, აი ბატონო კახამ ახლა აღნიშნა სწორად, ახლა ნუ აი უნდა ვსწავლოთ ჩვენი 90-იანები შესაძლოა, მაშინ კიდე რაღაცა გამართლება შეიძლება და ის რომ ჩვენ ვიყავით უფრო მყარად საბჭოთა კავშირში, ჩვენ მენტალურადაც ესე იგი ვიყავით ოკუპირებული არა მხოლოდ ფიზიკურად, განსხვავებით ბალტიის ქვეყნებისგან და ამიტომ აი ეს ინერცია და ესე იგი რაღაცა მემკვიდრეობა უფრო გამოყვა. ეხლა უკვე გავიდა ერთი თაობა, ხო, ეხლა 35 წელია თითქმის, ხო? რაც ბალტიელებს მაშინ უპირატესობა ქონდა თავისუფლების გამოცდილება, ეს ჩვენ გვაქვს უკვე. და რა თქმა, ნუ ცხადია, რა თქმა უნდა, დასავლეთის მეტი მხარდაჭერაც იყო. იცით რა არის, თავიდანვე მეც მახსოვს ახლა საბჭოთა კავშირის ბოლო, ხო, წლებში მოზარდი ვიყავი და რეალურად, ესე იგი, ფსიქოლოგიურად, მენტალურად, პოლიტიკურად მაშინ ხო უფრო სუსტმა რუსეთმა შედარებით ახლა ძალიან დიდი პირობებით ხო დემოკრატიულმა ახლა ამაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება ბევრი კრიტიკა იცით რა არის აი ფაქტობრივად დაუშვა რომ ბალტიის ქვეყნები სხვანაირები არიან კულტურულად მაგრამ საქართველოს მიმართ და სამხრეთ კავკასიის მიმართ იყო რომ ეს ჩვენი ეზოა ეს მაინც ჩვენიანები არიან და ამიტომ მათი ისე დამოუკიდებლობის ესე იგი სურვილი გაცილებით მე უფრო კრიტიკულად აღდგებოდა მაგალითად ის რომ საქართველოს არ შევიდა DST-ში აღიქვე როგორც ღალატი ბალტიის ქვეყნებთან ეს არის გააგზავნა პატარა დეტალებში ჩანს მაგალითად ესე იგი აი ჯიუტად აი ცოცხალი თავით არ ამბობენ სამხრეთ კავკასიას ამბობენ ზაკავკაზიას რაც არის ამიერკავკასია რაც არის აბსოლუტურად იმპერიული საბჭოთა კავშირის აღდგენის ნუ არა იმ პირდაპირ გაგებით მაგრამ ნუ გავლენის სფეროს აღდგენის ჩვენ მოგვიაზრებს როგორც აი რუსკი მირის იმიტომ რომ მართ ესე იგი მართლმადიდებლები და ამიტომ ახლა რა წყდება ბატონო გიორგი არ წყდება მხოლოდ უკრაინის საკითხი ხომ აქ შესაძლოა წყდებოდეს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების საკითხიც წყდება, შესაძლოა კი არა და შესაძლოა წყდებოდეს საქართველოს ბევრი წლის მომავლის საკითხიც. თუმცა ეხლა პრინციპში გასაგებია ჩვენ პასუხისგებლობაზე ეხლა ანუ კახამას ისაუბრა კარგად და პრინციპში დარწმუნებულობაზე წინა სტუმრებმაც რა თქმა უნდა ბევრი არის დამოკიდებული თვითონ ევროპაზე რამდენად სწრაფად აი გარდასახავს თავის პოლიტიკურ ნებას თავის სურვილს რომ გახდეს ძლიერი გეოპოლიტიკური მსახიობი ხო აქტორი რომ კონდეს თავისი შეერაღება რომ ესე იგი იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი და რა თქმა უნდა ფინანსურად გამართული და ესე იგი უშიშროების უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართული ხო როგორც შეერთებული შტატები იმიტომ რომ ეს დღევანდელი კონფლიქტი ასე თუ ისე არის ევროპაში და შესაბამისად ევროპას მეტი მოეთხოვება. კარგია რომ ეხლა მაინც მართალია ჩემი აზრით მინიმუმ 11 წლის დაგვიანებით, შეიძლება 17 წლის დაგვიანებით თუ 2008 წელსაც ავიღებთ.
ბევრი წლის დაგვიანებით მაინც ესე ვთქვათ გამოიღვიძა და ეხლა ცდილობს ესე იგი ესე ვთქვათ აი ნაზღაუროს დაეწიოს ისტორიას ხო და გახდეს აი ხვალ სტარმერი კრეპს ლიდერებს ბრიტანეთში გამოკვეთილია მისი ლიდერობა ისე როგორც მაკრონის ლიდერობა დიდი ალბათობით მერციც ძალიან გააქტიურდება უკვე კანცლერის რანგშიც და აი პარალელურად იმისა როცა უიტკოფი იყო პუტინთან პუტინმა გადასცა უიტკოფის პირით ტრამპს საკუთარი პირობები, რომელიც ასე ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებიათ, მაგრამ მარტივად გამოსაცნობია და ამ დროს ევროპა დამოუკიდებლად იკრიბება, არა მარტო ევროპელი აქტორებით, როგორც წესი, კანადა, ხო, ავსტრალია მონაწილეობს, ხო. თურქეთის, რომელიც თან ევროპაა და თან აქტიური როლით არის წარმოდგენილი შესაძლოა სამომავლო უსაფრთხოების გარანტიების აღებაში. აი ეს სურათი რო შევაჯამოთ, აი ამ და ტრამპი პუტინის შეხვედრის ალბათობაც არის. პარალელურად ევროპა კრეპს ლიდერებს. რა პროცესია ეს, რა ორი პროცესია? ერთმანეთში თანხვედრაში მყოფი თუ რაღაცა ჯერ მაინც ნუ რა თქმა უნდა ძალიან ესე იგი მინდა რომ იყოს ასე თუ ისე თანხვედრაში, ნუ აი ჯერ კიდევ მაქვს იმედი რომ რაღაც შეერთებულ შტატებს რაღაცა ესე იგი უფრო ეგეთი სტრატეგია აქვს, ესე იგი უფრო რთული და ბოლოს და ბოლოს ახლა ისეც უნდა ღიაროთ რომ ერთადერთ ჯერჯერობით სახელმწიფოს რომელსაც შედარებით უმტკივნეულად უფრო მარტივად შეუძლია რუსეთი დასუსტება არის შეერთებული შტატები. ტრამპს აქვს ეს რამოდენიმე კოზირი, ხო შეუძლია იგივე ენერგეტიკის თვალსაზრისით დააგდოს ფასები ნავთობზე ბუნებრივ აირზე, ისევ და ისევ იგივე აიძულოს ევროპულ ზოგიერთ ქვეყანას და ესე იგი ზოგიერთ ქვეყანას რომელიც არის მისი პარტნიორები და რომელსაც პრინციპში ემორჩილება აქვს გავლენების ბერკეტები შეწყვიტოს ესე იგი შემოვლითი გზები ხო რუსეთის ახლა სანქციების შემოვლითი გზები რაც სამწუხაროდ ბევრი ქვეყანა არის ხო ამაში ჩაბმული ამიტომ შეუძლია რამოდენიმე ნაბიჯი მოიმქოდეს რომ რუსეთს დაასუსტოს ყოველ შემთხვევაში თუ ითამაშებს ეგრეთ წოდებული hardballs ხო ესე იგი უკვე ხისტად დაიწყოს პოლიტიკის მოქმედება რა თქმა უნდა რუსეთს სხვა გამოსვლა იქნება წავა იმაზე დათმობებზე და უკვე რუსეთის თავის ატკივარი იქნება როგორ ესე თქვა გაასახოს ეს პროცესი თავის მოსახლეობაში ნუ ეს არ გაუჭირდება პროპაგანდის ეს მანქანა ისე ამუშავებელი რომ როგორც მაინც სტრატეგიული წარმატება იმიტომ რომ ნუ გასაგებია რომ შეთანხმება იქნება ისეთი ძალიან დიდი იმედი აქვს რომ მოხდება უბრალოდ ესე იგი რაღაც სისხლის ზღვრა შეწყდება თუმცა რა თქმა უნდა იყოს მაქსიმალურად ნუ მიახლოებული რაღაცა სამართალთან და რუსეთმაც რა თქმა უნდა დათმობები უნდა გასწიოს აუცილებლად. ამის გაკეთება ამერიკა შეუძლია, ნუ ვნახოთ გააკეთებს თუ არა. რა თქმა უნდა ევროპის ძალისხმევას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ დაჭირდება დრო, ესეც ვიცით, ხო? ცხადია, ესე იგი იგივე თავდაცვის ესე იგი ხარჯების გაზრდა და ამის გარდასახო უკვე რეალურად თავდაცვის უნარიანობაზე და სამხედრო პოტენციალზე, რა თქმა უნდა ეს ამას დაჭირდება დრო, რაც პრინციპში ბევრი არ არის. ამიტომ ნუ იმედი მაქვს ბოლოს ახლა შეერთებული შტატები მაინც უფრო სტრატეგიულად იქნება რაღაცა მემკვიდრეობა, ხო, რაღაცა სხვა ესე იგი პრეზიდენტზე შეიძლება საჯაროდ გააკრიტიკო, ხო, დაუშვათ ბაიდენის ადმინისტრაცია, ახლა წინა ადმინისტრაცია, მაგრამ პრინციპში მიყვი იმ პოლიტიკას, ხო, ერთი არის რაღაც ესეთი სექტორი, ხო, PR-ი თავის ამომრჩევლებისთვის, მეორე არის საერთაშორისო პოლიტიკა და უსაფრთხოება, რომელიც ნუ არ ითმენს ეგეთ დათმობებს. კი ბატონო. რაც შეეხება საქართველოს, ვაშინგტონში იმყოფებოდა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი დანიგანი, ის ჩამოვიდა საქართველოში და დღეს ვნახეთ რომ შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს და თქვა რომ საელჩომ დაწერა რომ ესე იგი გადავეცითო სახელმწიფო პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება. რა ნაბიჯებზე შეიძლება იყოს საუბარი? არ ვიცით, მაგრამ რაღაც ნაბიჯებზე რომ არის და მნიშვნელოვანზე ფაქტია, რის გამოც დაშორდა თავის დროზე შეერთებულ შტატებს. კი ბატონო, დაშორდა, ესეც არის მნიშვნელოვანი, რომ ახლა ფსონი იყო დადებული ტრამპზე იმაზე, რომ ტრამპი კი ხშირად აკრიტიკებს რაღაც თავის წინამორბედს, შეიძლება სიტყვაზე ეგ არის ზოგადი ეგეთი წესის დარღვევა, ხო ზოგადი საერთო პოლიტიკას, მაგრამ პრინციპში მემკვიდრეობა მაინც არსებობს და ამიტომ სიტყვაზე ეგეთი ადვილი იმედი რომ ესე იგი ტრამპი ყველაფერს ესე იგი შემოადრიალებს არ არის, რა თქმა უნდა, ნუ უნდა ესე იგი პირველ რიგში ვაჩვენოთ რომ არ ვართ დასავლური სამყაროს ნაწილი თუ არა, ყოველ შემთხვევაში ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც უნდა გახდეს აი ამის იგი ნატოს ევროკავშირის ნაწილი. ამისთვის რა თქმა უნდა შიდა პოლიტიკა უნდა იყოს შესაბამისი. კი ბატონო. რა შეიძლება საქართველოს
აკეთებდეს აი ამ პროცესში, რომ გამოიყენოს აი საერთაშორისო ძალიან ცვალებადი ეპოქა, რამდენიმე საათს აქვს გადამწყვეტი დღეს, გუშინ, ხვალ, რა მოხდება. ამ დროს სად იქნება საქართველოს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამას. თუ ჩვენ დავაკვირდებით რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანის თავს, ხომ? და საერთოდ სომხეთსა და თურქეთის თავს. აბსოლუტურად ახალი რეალობა იბადება ამ რეგიონში და მთელ მსოფლიოში. აი ახლა პროაქტიული რომ იყოს საქართველოს ხელისუფლება, შეიძლებოდა თუ არა გაცილებით დიდი შედეგების დადება ამ ქვეყნისთვის. პრინციპში ესეთი ვითარება დღესაც და ხვალაც არ არის გვიან, მაგრამ რა თქმა უნდა მოქმედება არის საჭირო, ხო? პრინციპში აი ამ არქიტექტურაში, რომელიც პრინციპში აი ახლა იჭედება, ახლა ფორმირდება, რა თქმა უნდა ჩავებათ, უნდა შევეცადოთ რომ გავხდეს სამხრეთ კავკასია, ესე იგი ახლა სრულფასოვანი რეგიონი, რომ არ იყოს არავითარი 3+3, 2+3 ფორმატი, პირველ რიგში იყოს 3 ჩვენი სახელმწიფოები და მეორე უკვე შევარჩიოთ პარტნიორები. ყოველ შემთხვევაში ვხედავთ რომ პოლიტიკა არსებობს. შეიძლება რაღაც პოლიტიკის დეტალები მოვიწოდოთ, არ მოვიწოდოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე იგი გამოკვეთილი პოლიტიკა გორი ქვეყანას ვიცით რომ არის პოლიტიკური ნება, თუმცა რა თქმა უნდა შიდა პოლიტიკური პრობლემები არსებობს და რუსეთის ფაქტორი სამწუხაროდ არ მიდის, თუმცა დასუსტებული რუსეთის, რომ პრინციპში სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს. ეს არის საუცხოო მშვიდობის დამკვიდრებას, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მოხდა ორი ქვეყნის შორის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგივე ევროკავშირის დახმარებით, იმიტომ რომ ჩანს დასავლეთიდან სერიოზული პოლიტიკური ნება, ჩანს თურქეთიდანაც, ხო, რომელიც ამ შემთხვევაში კი შეიძლება დამოუკიდებელი ქვეყანაა, თავისი ისა განსაკუთრებული პოლიტიკა აქვს, ხო, ესე იგი, თუმცა ამ შემთხვევაში დასავლეთთან არის ტანდენში, უნდა რომ ეს რეგიონი გახდეს მშვიდობიანი და მაშინ იქნება საკმაოდ დიდი პერსპექტივა. თუმცა ყველა სახელმწიფოზე ყველა არის ძალიან ბევრი დამოუკიდებელი და რა თქმა უნდა ჩვენზეც.